პარასკევის ტრადიციით შოთა ტყეშაშვილი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში შოთა საღამომშვიდობის და პრინციპში რეფინანსირების განაკვეთზე დავიწყოთ საუბარი და ცოტა მოულოდნელად ანალიტიკოსების მხრიდან, ვისაც ჩვენ ვესაუბრებოით იქამდე 25 საბაისო პუნქტით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი. რა განმარტებები იყო, მოკლედ და რა განცხადებები გაკეთდა ამის შემდეგ რომ მოგვიყვანო. დიახ, გასულ კვირაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ფაქტობრივად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად გადახედა რეფინანსირების განაკვეთს 2022 წლის შემდეგ პირველი ზრდა არის, ხოლო 2024-ის მაისის შემდეგ პირველი ცვლილება არის რეფინანსირების განაკვეთის და გაზრდის მიმართულებით გადაიხედა იმის მიუხედავად რომ მაგალითად TBC კაპიტალი ვარაუდობდა რომ წლის ბოლომდე სები 8%-იან რეფინანსირების განაკვეთ შეინარჩუნებდა. ეს ცხადია აისახება უკვე იმ სასხების განაკვეთებზე, რომლებიც დაკავშირებული არის რეფინანსირების განაკვეთთან, აქ ძირითადად არის საუბარი ლარის სასხებზე და ყველაზე დიდი წილი აქ მოდის იპოთეკურ კრედიტებზე, რომლის პორტფელიც დაახლოებით 11 მილიარდ ლარს აღემატება. თუმცა სების შეფასებით ეს ნაბიჯი იყო აუცილებელი, იმიტომ რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა, რომლებმაც აპრილში უკვე 5.9%-ს მიაღწია, ეს ბოლო 2 წლის მაქსიმალური ნიშნულია, სებისგან საჭიროებდა პასუხს იმისთვის, რომ ინფლაციური მოლოდინები იყოს მართული და გარკვეულ პერიოდში ინფლაციის შემცირება ვიხილოთ. მეორე მხრივ სებმა შემდეგ მოაყოლა ასე ვთქვათ პროგნოზი, შეცვლილი ინფლაციის პროგნოზი და ასევე შეცვლილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. აქ რა რიცხვები მივიღეთ და რა განმარტება იყო? დიახ, გადაიხედა ისევ საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები. წელს ნავარაუდები ჰქონდა ეროვნულ ბანკს 5%-ის ეკონომიკური ზრდა, ეს პროგნოზი გამოქვეყნებული იყო მიმდინარე წლის თებერვალში, თუმცა რამდენიმე დღის წინ სებმა გადახედა პროგნოზს და პირველი კვარტლის განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით პირველ კვარტალში 9.1% იყო ზრდა. წლის ზრდის პროგნოზი 1.5%-ული პუნქტით 6.5%-მდე გაიზარდა. თუმცა ასევე გაიზარდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. თუ კი წლის დასაწყისში 3.7%-ს პროგნოზირებდა ეროვნული ბანკი, ამჟამად ახალი პროგნოზით წელს ინფლაცია იქნება საშუალოდ 4.9%. თუმცა ესეც შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატიული შეფასება იყოს, რადგან ნავთობის ფასების ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე დენის ტარიფის გაძვირებიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო არის ის მიმართულებები, რომლებიც უკვე გაძვირდა ბოლო თვენახევრის განმავლობაში. დიახ, და ეს ორივე ფაქტორები მოქმედებენ ქვეყანაში ფასების საერთო დონეზე. მიზნობრივ მაჩვენებლებთან 2027-ია მოსალოდნელი რომ დაბრუნდება, თუმცა საკმაოდ ხშირად გვინახავს სების პროგნოზები, რომლებიც გადავადდება ხოლმე პერიოდულად, თუ კი წელს არა, შემდეგ წელს არა, მას შემდეგ ნახოთ. ბოლო წამოიწევა ისევ და შემდეგ უკვე ახალ გაზრდა. მაღალი საბაისო ეფექტი იქნება და შესაბამისად. შოთა, ასევე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი სიახლეები იყო რკინიგზასთან დაკავშირებითაც, რის თქმა შეგვიძლია ამ მიმართულებით მაყურებლისათვის კვირის ბოლოს. დიახ, განვითარების სტრატეგია წარადგინა საქართველოს რკინიგზამ, ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიის მიერ წარდგენილი გეგმების ყველაზე დიდი პროექტი არის, საუბარი არის 1000-მდე ვაგონის შესყიდვაზე სატვირთო მიმართულებით, ასევე 50 ლოკომოტივის შესყიდვასა და 10 სამგზავრო შემადგენლობის შესყიდვაზე, ასევე მენეჯმენტში თვითონ სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით იყო გაკეთებული პროგნოზები, ასევე სიჩქარეების გაზრდასთან დაკავშირებით. როგორც შემდგომში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ, საუბარი არის საერთაშორისო დონორებთან, მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან რკინიგზაში ინვესტირებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დაახლოებით 300 მილიონი დოლარის მოზიდვა არის დაგეგმილი ამ მიმართულებით. თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ბიუჯეტი არ ვიცით, რადგან
შესაბამისი სასახლო შეთანხმებები გაფორმებული არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ. მოდა წელს ბათუმში უნდა ჩავიდეთ 4 საათში, ესეთი დაპირება გააკეთა მთავრობამ. აგერ არის საფუძველი კარს მოგვადგა და გამოცდით მაგ დაპირების სიმყარეს. მადლობა შოთა ჩართვისთვის, ინფორმაციისთვის. შოთა ტყეშელაშვილი იყო ჩვენთან ერთად.